ჩემთვის ახლა არ არის ეს მარტივი სათქმელი, მაგრამ მიწევს ამის თქმა, რომ მე არ მგონია, რომ დღეს შეიძლება ადამიანი რჩებოდეს საკუთარი ქვეყნის პატრიოტად და არ აცხადებდეს პროტესტს თანამშრომლობაზე ამ რეჟიმთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ადამიანებს აქვთ თავისი გამოწვევები, ყავთ ოჯახები, რა ვიცი, სჭირდება შემოსავალი, სჭირდება სამსახური, მაგრამ დღეს მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში არის საქართველოსი, არ არსებობს, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს აზროვნების უნარი, ელემენტარული აზროვნების უნარი და ვერ ხვდებოდეს, რომ ის დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, როდესაც არის ამ რეჟიმის სამსახურში ჩამდგარი და დღევანდელი ეს შეკრება ალბათ კიდევ ერთი ძალიან ნათელი დემონსტრაცია იყო ამისი, რომ რეალურად საქართველოს დღეს აღარ ყავს დიპლომატიური სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მისი სუვერენიტეტის გაძლიერებას, მისი მოქალაქეების დაცულობას, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას და ყველაფერს სხვას უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური სამსახური. სამწუხაროა, ან რა ანგარიში უნდა მოესმინათ, ან რა დავალება უნდა მიეღო დიპლომატიურ კორპუსს და აი მართლა როგორც თქვენ ამბობთ, მართლა ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა გეუბნებიან, რომ აშხაბადში წყდება შენი ქვეყნის ბედი და არა მსოფლიოს დედაქალაქებში, სადაც ხო, ესე რა, აქ თავარი ჩემი აზრით არ არის, ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად აშხაბადში შეიძლება ჩასვლა, სხვაგანაც შეიძლება ჩასვლა და ბოლოს ის შეიძლება ერთხელ დადგეს ამის საჭიროება, რომ მოსკოვში ჩახვიდე და ვიღაცას დაელაპარაკო შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ როდესაც შენი დღევანდელი მართვალი რეჟიმის პოლიტიკა არის ამ ქვეყნის ინტერესების განადგურება ყოველდღიურ რეჟიმში და შემდეგ რაღაცა ამის პარალელურად შექმნა აბსოლუტურად ასევე ილუზორული განცდის, რომ თითქოს არსებობს რაღაცა სხვა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომლითაც ის შეავსებს იმ დანაკარგს, რასაც ჩვენ ვიღებთ იმით, რომ დღეს აღარა გვაქვს დასავლეთში გადაწეული, დასავლურ სივრცეში საქართველოს დღეს ვეღარ, ასე ვთქვათ, მოიაზრება. და როდესაც ჩვენ თან გვატყუებენ, ძალიან შეურაცხყოფელად ატყუებენ საზოგადოებას, რომ თითქოს რაღაც სხვა სივრცეებია, საიდანაც ჩვენ შეიძლება რამე უფრო დიდი სიკეთე წამოვიღოთ, საზოგადოებამ უნდა თვალები გაახილოს და შეხედოს რეალობას, რომ დღეს მარტივად რომ შევხედოთ ჩვენს წინაშე, ჩვენს გარშემო შექმნილი ვითარება რაც არის შემდგომი. ევროკავშირში გაწევრიანების გზა დაიხურა, ჩაიკეტა. ხვალ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ უკვე ვიზუმი მოსვლაც ევროკავშირთან და ეს იქნება უზარმაზარი პრობლემა, იმიტომ რომ მე სურს საზოგადოებას შევახსენო, რომ დღეს მიგრაციის გაკონტროლება არის ერთ-ერთი მთავარი თემა და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ჩვენ თუ დაგვაბრუნეს სავიზო რეჟიმში ევროპულ ქვეყნებთან მარტივი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღება. ეს იქნება ძალიან გართულებული პროცედურა, იმიტომ რომ ესეთი მიმართულებით მიდის პოლიტიკა. ანუ ეს უხილავი კედლები, რომელიც ასე ვთქვათ, დღეს ევროპაში არის განცდა, რომ კიდევ უფრო უნდა ასე ვთქვათ, იყოს გამძლე და გაძლიერდეს ხო ეს უხილავი კედელი, რომელიც იცავს ევროკავშირის ერთიან უსაფრთხოებას, მათ შორის ეს გულისხმობს სავიზო რეჟიმსაც და შენ თუ აღმოჩნდები ამ უხილავი კედლის მიღმა, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული გამოწვევა საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის. და ამის პარალელურად ოღონდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არანაირი სიკეთე, არანაირი გარღვევა, არანაირი ცვლილება სასიკეთოდ, არანაირი სხვა მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ რას გვეუბნება დღეს რუსეთი გვეუბნება აღიარებთ დამოუკიდებლობას, ახალ რეალობას, როგორც ისინი ეძახიან. კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ მაშინ, რომ რაღაცა ურთიერთობების აღდგენაზე ვისაუბროთ. ანუ ჩვენ კარგავთ ყველაფერს და სანაცვლოდ ვიღებთ არაფერს. ვრჩებით აბსოლუტურ, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ვითარებაში, რომელიც დაამძიმებს ეტაპობრივად ამ ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას და ასე შემდეგ. და ეხლა ამ მოცემულობაში ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია, რომ მათ შორის აი სამხრეთ კორეაში ყოფილი ელჩი ვარცდები, მან ის იყო უკანასკნელით დატოვა დიპლომატიური სამსახური. დღეს ადამიანი არ შეიძლება რომ ემსახურებოდეს საქართველოს და ემსახურებოდეს
რეჟიმს, ივანიშვილის რეჟიმს და ის ხალხი, ვინც გადაწყვიტა, რომ რეჟიმს ემსახუროს, მათ ალბათ უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მათ ბიოგრაფიაში ჩაიწერება, რომ ის მათ უარი თქვეს საქართველოს სამსახურს. ხო, კაპიტან სალომე, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა ეს არის ერთ-ერთი ის მძიმე საკითხი, რომელსაც ქართული ოცნება დიდი მცდელობის მიუხედავად ალბათ ვერ მოხსნის. ხო, დღის წესრიგიდან ჩვენ ევროპარლამენტშიც ვნახეთ ძალიან მძიმედ მოსასმენი დებატები ამ თემაზე საქართველოსთვის. აი ეს რა რეალობას ქმნის ქართული ოცნებისთვის და შეძლებს ის ამ თემის მოხსნას დღის წესრიგიდან? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც არის დაძრული, რომ რაც შეიძლება მეტმა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციამ გაერთიანებამ, მოქალაქემ მიმართოს სხვადასხვა ინსტანციებს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის პირველ რიგში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მანდატი მსგავსი გამოძიება ჩატარდეს. ამიტომ ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორმალური გამოძიება დაიწყოს საერთაშორისო, იმიტომ რომ ეს სწორედ მოაქცევს ხელისუფლებას გარკვეულ ჩარჩოში, საიდანაც მათ ძალიან გაუჭირდებათ, ხო, ასე ვთქვათ, თავის დაძვრენა, იმიტომ რომ მაშინ რა არჩევანი რჩება რეჟიმს, თუ დაიწყო ოფიციალური გამოძიება, ან უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ან უარი უნდა თქვენ თანამშრომლობაზე, რაც თავისთავად უკვე იქნება დარღვევა მათი მხრიდან, ხო, კონვენციის ხელმომწერი მხარე არის ვალდებული ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან. ამაზე უარს თუ იტყვის ხელისუფლება, ეს უკვე არის თავისთავად დარღვევა, ან მოუწევთ თანამშრომლობა და რაღაც დამატებითი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიღების შანსი გვაქვს. ახლა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაღაცნაირად მივუდგეთ ცოტა უფრო მე ვიტყოდი სისტემატიურად ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის საკითხს, მე მგონი ეს გაკვეთილი ყველა მისწავლა გასული თვეების მანძილზე, არანაირი ილუზიები არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ რაღაცა სწრაფად დღეს დილას რაღაცას გამოვაცხადებთ და საღამოს აღსრულდება, სისტემატიურ მიზანმიმართულ ბრძოლას და ზეწოლას ამ რეჟიმთან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ მიმართულებით ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ შეიძლება წლები დასჭირდეს ამ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, მაგრამ შედეგი ამისი იდება და რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ აი არ ვიცი ხო, მე მგონია, ჩემი ვარაუდია, რომ დღეს ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის ფინანსური სანქციები მოიხსნას, რომელიც დაადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ახლა ყველა ახალი ინსტანცია ამ რეჟიმის დანაშაულებრივი ბუნების, ასე ვთქვათ, მხილების, რომელიც ხდება, რა თქმა უნდა, ართულებს მათ ამოცანას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება იმგვარად, რომ ასახავდეს არჩეული მთავრობა, ასახავდეს ქართული ხალხის ნებას, ხო, რაიმე განსაკუთრებულს ხო არავინ არ ითხოვს ამ ქვეყანაში. ვითხოვთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. არაფერს სხვას არ ვითხოვთ. ამიტომ ცხადია, რომ არანაირი სხვა რაღაცა манипуляციებით მათ შორის ფინანსური სანქციები დარჩება ძალაში, არ დარჩება ძალაში, რეალობა ამ ქვეყანაში ვერ შეიცვლება და ამიტომ საერთაშორისო წნეხის გაზრდა ეტაპობრივად ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ არ მივაღწევთ მიზანს და მიზანი ეს არის სამართლიანი, თავისუფალი, კონსტიტუციური არჩევნები. ჩვენი მოთხოვნა არის კონსტიტუციური მართლწესრიგის აღდგენა ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. სანამ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ ვერანაირი გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელშიც დღეს ქვეყანა შესულია, ეს რეჟიმიც შესული არის ამ ჩიხში, სხვა გამოსავალი ამ ჩიხიდან დღეს არ არსებობს. კაპიტან სალომე, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კი, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად გრძნობს რამდენად მძიმეა ახლა მისი მდგომარეობა და ქართული ოცნების მდგომარეობას და თუნდაც აი ამ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, როდესაც ლაპარაკია რომ რაღაცა კონკრეტულ ჯგუფს, მართალია არამცირე, საკმაოდ დიდ ჯგუფს ქართული ოცნების უკვე შეეზღუდა და ამის მომდევნო ეტაპი სავარაუდოდ იქნება უკვე მთელი საქართველოს ამ სანქციების დაწესება. ამავე დროს, როგორც თქვენ ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა მთავარი არის დაიბრუნოს მისი ფული და რაღაცნაირად შევიდეს ვაჭრობაში თუ მოლაპარაკებებში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ხო? წინასწუმრებთანაც საუბრობდით, მათ შორის აი სინდისის პატიმრების საქმე, როგორ შეიძლება რომ გამოიყენოს ამისთვის ბიძინა ივანიშვილმა, რაღაც აი თითქოს ხშირად შეგვიდარებია ლუკაშენკოს გზით მიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი.
და შეძლებს ის, რომ მაგალითად სინდისის პატიმრების შეწყალებით, მათი გათავისუფლებით რაღაცა გამოივაჭროს, მოდით ასე ვთქვათ, პარტნიორებისგან. ხო, იცი რა, ხო, ამაზე სპეკულაცია მე გამიჭირდება, იმიტომ რომ მათ შორის ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ძალიან პატივცემ სინდისის პატიმრების, მათი ოჯახების პოზიციას, რომ მათ არ აქვთ სურვილი, მათი პატიმრობა იყოს გამოყენებული სწორად რაღაცა ვაჭრობის პროცესში. თუმცა ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ციხის კარებს სამწუხაროდ გასაღები ამ კარების ჯიბეში უდევს რეჟიმს. აქვს კი, რომელსაც და მათ შორის ყავლაშვილს. ხო, იმიტომ რომ ახლა როგორც მაგალითად აბსოლუტურად მოწყენდილ ცაზე რაღაც გადაწყვიტა, რომ შეეწყალებინა ბრჭყალებში შესაწყალებელი არა უდანაშაულო ადამიანებს არაფერი არ აქვს, მაგრამ გამოაცხადეს შეწყალება მაგალითად თქვენი ლიდერების და ეს იყო მათი გადაწყვეტილება და რაღაც საკუთარი დღის წესრიგით გამოიყენეს. რა თქმა უნდა, დაცული არავინ არ არის იმისგან, რომ ზუსტად ასე შეუძლიათ მათ იმოქმედონ, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ იცი რა, პირველად სხვა შორის არ ხდება, ახლა თქვენ ამდენი წელია ჟურნალისტი ხართ, მე ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და ჩვენ უკვე ვფიქრობ საკმარისი საზოგადოებასაც საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა, რომ რამდენჯერ გვინახავს ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, პროცესი, როდესაც ივანიშვილი ცდილობს ხო რაღაცა თავისი აზრით აქტივები დააგროვოს, მათ შორის ამ აქტივებში არის სიხდილეში ჩაგდებული ადამიანები და მე რაღაცა ითამაშოს ამითი მისი აზრით მის სასიკეთო კომბინაცია დაალაგოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს მას გაუჭირდება ასე ვთქვათ გამოსვლა ამ პროცესიდან, იმიტომ რომ დღეს ის ასე ვთქვათ რეალობა, რომელშიც ივანიშვილი არის შესული, ძალიან განსხვავდება. ჩვენ თუ შევადარებთ იგივე 2019 წლის 20 წლის სწავე პოლიტიკურ კრიზისებს, მაშინ ითვლებოდა, რომ მაინც რაღაცა არ იყო ეს ხელისუფლება ჩათვლილი არც რუსეთის მოკავშირედ დასავლეთში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დიახ, ზუსტად ახერხებდა მაინც ორ მართლამას. იმ წლებში ძალიან რთული იყო დაგვერწმუნებინა მაგალითად დასავლეთში ვინმე, რომ ეს ხელისუფლება რეალურად რუსეთის ინტერესებს ატარებს. დღეს უკვე ამაზე ღიად ფაქტიურად ამაზე კონსენსუსია დასავლეთში. არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის არის უკიდურესად დიდი დისკომფორტი ის პოლიტიკა, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში და ჩვენ ხედავთ, როგორ რთულდება თანდათან ურთიერთობები, მათ შორის ჩვენს უშუალო მეზობელ სახელმწიფოებთან. ამიტომ დღეს ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა გარდა ანუ ორი კომპონენტი აქვს ამ პოლიტიკას, ერთი ეს არის ანტიდასავლური, ასე ვთქვათ, პოლიტიკა, ეს ანტიდასავლური პოლიტიკა თავის მხრივ ემყარება ასე სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევას, უგულებელყოფას და ყველაფერს სხვას და მეორე ეს არის რუსეთის ფაქტორი, რუსეთი, რომლისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი ამ რეგიონში დღეს ალბათ არის ყველაზე სანდო მოკავშირე და ეს რა თქმა უნდა არის ასევე გამოწვევა დასავლეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის რეგიონში. ამიტომ მე იმისი თქვა მინდა, რომ დღეს ივანიშვილი საერთაშორისო მისი მდგომარეობა ისეთ ძიმე კრიზისში არის შესული, რომ ლავირების სივრცე, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო შეზღუდულია მის შემთხვევაში და რაც შეეხება საქართველოს ინტერესებს და საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, საქართველოს საუკეთესო ინტერესი ეს არის ჩვენი კიდევ ერთხელ ვამბობ კონსტიტუციური წესრიგის, მართლწესრიგის აღდგენა ჩვენს ქვეყანაში, რაც გულისხმობს ახალ თავისუფალ სამართლიან არჩევნებს და არჩევნების გზით პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას, რასაც ექნება ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა დასავლეთიდანაც და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემდეგ სწრაფად შევძლებთ ძალიან დიდი ზიანი მივიღეთ, უდიდესი ზიანი მივიღეთ. არავინ არ მინდა მოვატყუო, რომ მარტივი იქნება გამოსვლა იმ ჩიხიდან, სადაც ჩვენ შეგვიყვანა ამ რეჟიმმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კეთილი ნება დასავლეთიდან დღეს იმხელა არის განსაკუთრებით ევროკავშირიდან საქართველოსთან მიმართებაში, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სწრაფად დავიწყოთ რაღაცა, ასე ვთქვათ, დაბრუნება ქვეყნის. და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ, აი შიდა პროცესთან დაკავშირებით, აი ჩიხიდან გამოსავალი ახსენეთ თქვენ და საგარეო ფაქტორის გარდა
და ჯერ ალბათ შიგნითაც ოპოზიციამაც უნდა მოახერხოს რაღაცნაირად ამ ჩიხიდან გამოსვლა. როგორ გესახება თქვენ აი ზურა რო გამოვიდა ჯაფარიძე ციხიდან თქვა რომ დაიწყებს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და ამავე დროს ისიც თქვა კაპიტან სალომე და არის ალბათ ამაში რაღაც გარკვეულწილად ლოგიკა რომ ბიძნიავანიშვილი ახლა თითქოს დროს აძლევს პოლიტიკოსებს რომ მან წადით ქვეყნიდან ან მერე 15 წლიანით გაგიშვებთ ისევ ციხეში. ამასაც ცდილობს ივანიშვილი რომ განდევნოს და თუ გამოუვა ეს. ცხადია, ანუ ეს არის ზუსტად იგივე გზა, რაგზაც გაიარა პუტინმა და გაიარა ლუკაშენკომ, ანუ მისი ამოცანა არის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დატოვოს პოლიტიკა, მე ესე ვიტყოდი. თუ პოლიტიკასთან ერთად ქვეყანასაც დატოვებს კიდევ უფრო ასე ვთქვათ უკეთესი იქნება. ანუ დღეს კობახიძის ხელით და ასე ვთქვათ მისი რაღაც ცოტათი მე ვიტყოდი ფანატიკური რაღაცა ანტიდასავლური და ზოგადად ადამიანების მოძულე რაღაცა ასე ვთქვათ პათოსით ივანიშვილი ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკას საერთოდ რაც დარჩა ის და გააკროს. ვფიქრობ, რომ ეს არის უდავოდ მისი პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ამის პარალელურად ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაც, პარტიებიც, მოქალაქეები, ჟურნალისტებიც აგრძელებენ ბრძოლას და სანამ ვინმე აგრძელებს ბრძოლას, მანამდე არსებობს შანსი გამარჯვების. და ამიტომ უნდათ მათ რომ ეს ბრძოლის პროცესი გაანადგურონ ყველა ფრონტზე, ხო? იქნება ეს პროტესტი, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, თუ სხვა და ცალსახად ამას ისახავს მიზნად. ეხლა ის რომ თქვენ ერთობაზე რაღაც გითხეთ, ცხადი არის რომ ახლა ამ ესეთ რეჟიმს უნდა დაუპირისპირდეს გაერთიანებული საზოგადოება, ანუ აქ პოლიტიკური პარტიებს რაღაც გაერთიანებაზე კი არ არის საუბარი. ჩემი აზრით, ეს რაღაც შედეგის მომტანი არა. საზოგადოებრივი ერთობა უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ ეს საზოგადოებრივი ერთობა არ არის დღეს შემდგარი სამწუხაროდ და ვერც ხედავ რაღაც კონტურებს, რომ ეს იკვეთებოდეს, რომ აქეთკენ მიდის, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვლაპარაკობთ ამ რაღაცა ერთობაზე, მაგრამ მე ვამბობ ძალიან კონკრეტულად, ხო, ანუ სამოქმედო სტრატეგიის თვალსაზრისით, ჯერჯერობით ფორმატში ამ კონტურებს ვერ ხედავ. ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის, რომ ჩვენ ერთიანობას ასე ვთქვათ, ყოველთვის ყველა კონსულტაციაში, ყველა ფორმატში მონაწილეობდით, სადაც საუბარი იყო რაღაც ერთიან გზაზე ბრძოლის და ასე შემდეგ. მათ შორის ჩვენ არაერთხელ გამოვედით წინადადებებით, რომელიც შექმნიდა ამ საზოგადოებრივ ერთიანობას. სამწუხაროდ არ იქნა ეს წინადადებები გათვალისწინებული, ჩემი აზრით. ეს იყო შეცდომა, მაგრამ არ მაქვს სურვილი შეცდომაზე საუბრის, იმიტომ რომ ეს მაინც რაღაც ბრალდებასავით გამოდის, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის მარტივი. ჩვენ გვინდა ამ ბრძოლაში მოვძებნოთ სწორი გზა. საუბარი კონსულტაცია ამ სწორ გზაზე ყოველთვის არის გასაგები და ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელი. საბოლოო ჯამში დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება უნდა შედგეს რაღაცა კონკრეტული მოქმედების სტრატეგიის და ამ სტრატეგიის განსახორციელებელი ტაქტიკის გარშემო. აი ეს იქნება რეალური ერთიანობა. ამიტომ ჩვენ იდეას ცხადია რომ ვიზიარებთ ერთიანობის, რა იქნება შინაარსი ამ ერთიანობის, ეს ალბათ ერთად უნდა გამოვკვეთოთ.